ეს აპარატი თვითონ გადაიღებს კარდიოგრამას, თუ კი დააფიქსირა, რომ იმპულსების ქაოსია იქ, თვითონვე მიაწოდებს ამ შოკს. ესე იგი, დღეს აი ამ მოწყობილებაზე ვილაპარაკებთ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. მოდი პირველ რიგში განვიხილოთ, როგორ მუშაობს გული და რაც მთავარია, როგორ ჩერდება გული. აი ეს არის გული, მარცხნივ არ არის გული, ეგ მითია. მაინც. ხო, ესე ჯობია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე გული შეიძლება იმპულსის გაქრობის გარეშეც გაჩერდეს. უნდა დავარტყათ დენი. რით დავარტყათ დენი? რა თქმა უნდა, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ახლა უკვე სპონსორის რუბრიკის დროა და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ სპონსორი არ აქვს, უბრალოდ პირველივე წუთში თუ მოხდა დეფიბრილაცია, თითქმის 100%-იანი შედეგი დადო ამან. ჩავადარეთ დემონსტრაცია და ბატონი დავითის სხეულზე გამოვცადეთ ეს აპარატი. არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. ველოდებით ანალიზი. თუ კი ბევრი ადამიანია, იქ უნდა იყოს დეფიბრილატორიც. რა თქმა უნდა, იმ სივრცეს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ უსაფრთხოება უზრუნველყო. სწრაფი რეაგირების შემთხვევაში შესაძლებელია გადარჩენის შანსი 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიზარდოს. ჩვენი ქმედება წარმატებული რომც არ იყოს, მთავარია ვიცოდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ამიტომ ნუ დაუშვებთ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხაზი ნაადრევად გაწყდეს მაშინ, როცა მისი გადარჩენის შანსი ჩვენს ხელშია და უბრალოდ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ არავის სიცოცხლის ხაზი ნაადრევად არ გაჩერდეს და დიდხანს და ლამაზად ფეთქავდეს. ამით ექიმი არჩილ მაშენიას მიღების საათი დასრულებულია. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ. დროებით.